ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან კი გარესცენის მონტაჟი უკვე დასრულებულია. დღეს საღამოს 6 საათზე თეატრის მსახიობები და მაყურებელი ერთად გამოაცხადებენ საკუთარ სამოქმედო გეგმასა და პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას. შეგახსენებთ, რომ რეჟიმის 50-მდე პოლიტიკურ პატიმარს შორის არის ამავე თეატრის მსახიობი ანდრო ჭეჭინაძე. დავით კობიძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან. დავით, გისმენთ. დღევანდელი მანიფესტისთვის სამზად ისი ვასო აბაშიძის ახალ თეატრთან აქტიურ ფაზაშია. პირდაპირ ეთერში მინდა გაჩვენოთ, რომ ახლა თეატრის ვერანდიდან ფენენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, რომელიც იქნება ბუნებრივია დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლიკა, ასევე ჩემს უკან პირდაპირ ეთერში ხედავთ, რომ თეატრთან უკვე დამონტაჟებულია საკმაოდ მასშტაბური ზომის სცენა და ახლა ბოლო ტექნიკური სამზადისი მიმდინარეობს ტერიტორიაზე. გეტყვით იმასაც, რომ აქ უკვე ეტაპობრივად იკრიბებიან მსახიობები და რეჟისორები, ის ხელოვანები, რომლებიც დღეს ზუსტად 3 საათზე წარსდგებიან მაყურებლის და მთელი საზოგადოების წინაშე და საკუთარი გეგმების შესახებ საჯაროდ იტყვიან თუ როგორ აპირებენ უკვე ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გაგრძელებას და როგორ იქნება ამ ბრძოლის ახალი ეტაპები. ბუნებრივია, რა ფორმა ექნება დღევანდელ მანიფესტს, ამას თეატრალები ჯერჯერობით 6 საათამდე სურპრიზად ტოვებენ, თუმცა რაც არის ცნობილი და დაანონსებული, ვიცით ის, რომ ბრძოლა თეატრი არ აპირებს გაჩერებას, რომ ბრძოლა გადავა პასიური რეჟიმიდან აქტიურ რეჟიმზე და ეს ახალი ეტაპი ნამდვილად იქნება ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის განმავლობაში. ჩვენი სათქმელი იქნება ძალიან პირდაპირი, შეიძლება ესეთი აბსოლუტურად გულწრფელი, ეს იქნება თეატრის მანიფესტი, რომელიც იცავს თავის ერთ ჯარისკაცს. აქამდე ჩვენ ვიყავით გაჩუმებულ მდგომარეობაში, თეატრი დუმდა. ეხლა თეატრი გამოიყენებს ყველა იმ ხერხს, რაც მას შეუძლია და რა შეუძლია თეატრს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ შიშები დაანგრიოს და აუცილებლად დაიწყება ახალი ტალღა, აუცილებლად. დღეს ამის დასაწყისი იქნება, მე მჯერა. ეს იქნება შეხვედრა ჩვენს ძვირფას მაყურებელთან, რომელიც ჩვენ ხშირად გვხვდება რუსთაველზე, ჩვენ ერთად ვდგავართ იქ. ახლა ვაპირებთ, რომ განევრცოს, ასე ვთქვათ, შეიცვალოს ფორმები პროტესტის. ამას არა მხოლოდ ახალი თეატრი, არამედ ყველა სათეატრო ჯგუფი გეგმავს. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, პირიქით ვაპირებთ განვითარებას და გაძლიერებას პროტესტის იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება გვჯერა, რომ ძალიან მალე დადგება. ახალი თეატრი და კონკრეტულად ეს მანიფესტი, რომელსაც ისინი ამზადებენ, ძალიან დაეხმარება პროცესს, ძალიან დაეხმარება ჩვენს თანამებრძოლებს. დღესაკელოდებიან ყველას მაყურებლებს, ხელოვანებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია იმ მოთხოვნების შესრულება, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოება მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე თითქმის 2 თვე აიბრძვის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეს აქ სცენაზე გარდა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრისა წარსდგებიან სხვა თეატრის წარმომადგენლებიც, ის თეატრები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არიან გაფიცულები. მოლოდინი არის საკმაოდ მაღალი, დანარჩენი დეტალების შესახებ კი ბუნებრივია 3 საათში 6 საათზე გახდება ცნობილი.